შრომელი ადამიანი ყოველთვის დასაფასებელია და რა თქმა უნდა დიდ მადლიერებას იმსახურებს ყველასგან, მაგრამ 10 მაგათ კიდე უფრო დასაფასებელი და მოსაფერებელია ის ადამიანი, რომელიც შრომობს განსაკუთრებულ პირობებში. სიუჟეტი, რომელსაც ეხლა გიჩვენებთ ჩვენმა თანამშრომელმა მოამზადა, გულიანად მოამზადა, სხვათა შორის სოფელი ბერშუეთიდან. ახალგაზრდა წყვილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მთლად საზღვარზე. საზღვრის პირას. მათი ბოსტნიდან, სადაც ყოველ დღე შრომობენ, ჩანს საზღვრის მიღმა საქართველო. დავედით არჩილე ხა. ჩვენ სამუშაო დღე დაიწყო. წავედით მაია. აბა მომაწოდე ესენი. ხუდი აიღე. ვედრა. ვედრო აიღე და დაიწყო დღევანდელი სამუშაო დღე. გავაღოთ ჭიშკარი. ჩვენ პამიდორს მორწყვა სჭირდება. წავალბე წყალს გამოუშვებ. სხვა ყველაფერი რიგზე გვაქვს. კარგად დაწითლებულა. მოსაკლეფიცა გვაქვს უკვე. ჩვენ ვართ ბოლო ოჯახი, რომელსაც გვაქვს ბაღები. ამ ბაღების სიგით უკვე იწყება საზღვარი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ამოდივართ ამ ბაღებში და სულ ყველაფერს ვაკეთებთ. სხვა მოსავალიც გვაქვს, პამიდურის გარდა, ლობიო გვაქვს, წიწაკა გვაქვს, ბადრიჯანი გვაქვს. შეძლებს და ყურებს სულ ყველაფერს ვაკეთებთ. რამოდენიმე ხანია, რაც ამ პამიდურის გამოყვანა დავიწყეთ. გვინდოდა რომ გქონიყო ხარისგულა პამიდორი. ეს არის ჯიში ხარისგულა. ძველი ჯიში, ეს ჩითილი გამოყამ ბატონ ზურა შეორნაძეს, იმისგან წამოვიღეთ თესლი, გავამრავლეთ და გვინდა რომ მივიღოთ ეს მოსავალი. და ხარისგულას ეძახიან, იმიტომ რომ აქვს გულის ფორმა. აი ფორმაც. ჩვეულებრივი პამიდურისგან განსხვავდება გემოვნური თვისებები ამას აქვს საუკეთესო იმასთან შედარებით. ძველ ტრადიციებს მივდებთ. როგორც ოჯახში, ისე მეურნეობაში ცდილობთ მრავალი წელი გავაგრძელოთ ეს ძველი ქართული ჯიშის ხარისგულას მოყვანა. ჩვეულებრივს მარტო სჭირდება მორწყვა, მაგრამ აი ამ პამიდორს რო წამბოვა უნდა სარი შეუყარო. ეს ერთჯერადაც დამბული პამიდორი არ არის, ეს 2-3 ჯერ დავაბით და ეს არის შრომატევადი ძალიან. თითოეული ტოტი ამოიყვანე და შეახვიე. მომავალი წლიდან გეგმაში გვაქვს რომ კიდე არაერთი ძველი ჯიშები დავრგოთ, მივიწყებული ჯიშები დავრგოთ და გავახაროთ ჩვენი მიწები. წელია, რაც ერთად ცხოვრობთ. ყველია. 30 წელია. მამიდა ჩემთან გავიცანით ერთმანეთი. და მის მერე ვართ ერთად. 2 შვილი ყვანს, 3 შვილი ყვანს. ვართ ერთი შეხმატკბილებული ოჯახი. ყველა ვშრომობთ, ყველა რაღაცას ვაკეთებთ. ჩვენი დილა დილის 5 საათზე იწყება. დილის 5 საათიდან ვიწყებთ ოჯახის საქმიანობას. პირველი ყავას მივირთმევთ, რა თქმა უნდა. და მერე ვიწყებთ ოჯახურ საქმიანობას. მივხედავთ ფრინველებს, ცხოველებს. მინდორში ვმუშაობთ 12 საათამდე. მოვდივართ შემდეგ, ვსადილობთ, ვისვენებთ და საღამოთი ისე ვემზადებით ბაღში წასასვლელად და მივიყვებით ცხოვრების დინებას. მიუხედავად იმისა, რომ მაიას და მის ოჯახს კარგად ვიცნობ, მათ ჩვენთვის ხარისგულა პამიდორი მოყავთ და ყოველ წელს სტუმრობ მათ ბოსტანს და სოფელს ბერშუეთს, ჩემთვის ემოციური აღმოჩნდა მათი ეკრანზე ხილვა. უღრმესი მადლობა ჟურნალისტს მშვენიერი სიუჟეტისთვის და რა თქმა უნდა დიდი მადლობა მათ ასეთი გულმოდგინეთ ერთგულად ქართულად შრომისთვის. უღრმესი მადლობა მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით ჩემი ბაღიდან.